ჰაი. მოგესალმებით ხალხო. როგორ ახართ? საკმაოდ ადრე დაიწყო ჩვენი დილა. გოზე არა ვარ, რატო ამ დროს დილის 4-ზე დავიძინე, მაგრამ არ ვიცი, აი რა მაიძულა ესე გაღვიძება ვერ გიტყვით. მაგრამ ავდექით რა ვიცი. წამოვფრინდი მარიკო ვასაუზმე, ვერმიშელი მოვხრაკე, მოვწესრიგდი, ხოდა ყავა დავლიოთ ერთად ვერ გავიგე. სხვაზე რო ვზრუნავ, საკუთარ თვალზეც ხოდა ვიზრუნავ. რა თქმა უნდა, ხოდა ის არის. რაღაცა თითქოს ამასობაში ბევრი რამე მოვასწარი რა. სარეცხს ვერ ვეცხავ, ხო წვიმს. ხო არ იცით როდემდე უნდა იწვიმოს ამ არამზადა შემთხვევით. შემაწუხა, შემეშვი რა, დამარეცხიდეს, არეცხი კაცო. მეტი რა თქონდა არაფერი არ გვინდა, თვალეს დამავიწყდა რა არ გვინდა, შვილო. ეს ისედა რომელიც მოგწოთ და მეც ძალიან მომწონს, ძალიან ვიხდე და რაღაცნაირი არ ვიცი. რა თქმა უნდა ტრადიციულად მადლობა დედას. ხა აბას ხოს ვის მოვუხატოთ. ჩემი სამოსის ის არის რა ქვია დედა ჩემი. სახურები არ გაიხრიტო ახლა. სალონში უნდა გაიხრიტო. კი დედიკო, კი, სალონში გავიხრიტოთ ყველაფერი. მე უნდა გავიხრიტო ჯერ. ხვირიც და რა ვიცი, ყურიც და კარგი, დედი, კარგი, შვილო, ამდენერვილობაში ძლევა. ოკეი. всё. მოწესრიგებულები ვართ, აწყობილები ვართ, გალამაზებულები ვართ. გალამაზებულის რა გითხრათ, მაგრამ მოწესრიგებულები ვართ. ბეჭდები აუცილებლად. იმიტომ რომ რა ვქნა, მე სახლშიც მიკეთია და მეუბნებია რომ აი სახლში რადგან რა ხოლმე ბეჭდებიო და რა ვიცი მიყვარს. ჯერ ერთი მიყვარს და მეორეც, რა ვიცი, უკამერასთან 24/7-ზე ხო და რა ვიცი, ვიხდენ მოკლედ. წავდით ყავაზე. ერთი დღე მინდა სადმე გავიდე, მხოლოდ მე ყავაზე ჩავრთო კამერა. ჩემთვის მშვიდად და ვიჭორავ. რაო? მეო. შეც, ჩემო საყვარელო. მეტრაში კაფეში წავიდეთ ერთხელდე? კარგი, გპირდები რომ წაგიყვანდე. ესე იგი, ყობა რომ მომიახლოვდეს, აი ამდენით, მეტი არ უნდა ეგრევე მორბის. მე არ მინდა, რა გინდა, შვილო, მე ვთქვი. გუშინ ესე იგი ფაქტობრივად რა ვიცი, ხო. გვერდზეც ვერ დავუჯექი, იმიტომ რომ ჭვიანობს ძალიან. აი მე გუშინ ღამე მე ხალხო ფინიკი და ალპენგოლდი მივირთვი. აი რა გითხრათ, აი ეგ იყო ცხოვრება. კალორიები დარჩენილი მქონდა საკმაოდ ბევრი. ხო და გადავიფინე ბეჭზე. ფინიკს ისეთ რომ ნაკლები კალორია აქვს და იმდენი მქონდა რომ ანუ ჯამში 135 კალორია გამოვიდა ორივე და ძალიან კარგი იყო. აი და მეტკბილის მერე რამე მჟავე რო არ მივირთვა ან მწარე არ შემიძლია ან მლაშე აი ვერ არა. ხო და ცოტა ყველიც დავაყოლეს ზედ და დავწიქიდე დავიძინე გადასარევად. რა მიდოდა რატო ვდგავა ყავა. წყალი უფრო სწორად.
შერმადინის სიმღერა რო არის ძალიან ძველია და დღემდე ვგიჟდები, ხალხო ისე მიყვარს. დღემდე ვუსმე და სოფაშოს გუშინ პატარა ვიდეოც ჩავწერე რა. იქნებ თუ საავტორო უფლებებზე არ გამიწითლა იმას იქნათ დავდო. სულ რო გინდოდა ადამიანს რო გემღერა და არა გაქვს ნიჭი სხვის დამღერზე არის გააღები. გეცოდინებათ ყველა სექს. არასოდეს მომენატრები არასოდეს შემიყვარდები დრო გავადა ჩემი ფიქრები იქით უნდა მემღერა, მაგრამ არ არის პრობლემა. აზრი ხო გაიგეთ რომ ეს სიმღერაზეა საუბარი. მოკლედ ბაბაჩებს ველოდები გავუბზადე სადილი და რა ვიცი სად გავარ გაცივდა და მე მეთქვის ცივიაო. მე როგორ დაგარახოთ არ გადმოიყაროს, არ დავიყופოთ. მოიცათ. ვერმიშელი, ყველი, წიწაკა, რა აქვს კიდე. საწებელი. ხო და დამავიწყდა ხალხო რომ იმას მექნა ჩემთვის უცხიმოდ გამეკეთებინა არ ვუკეთებ მაგას დავხარჯებ კალორიებიც ექმე არ მაქვს მაგას მეჩვენე ყველია რაღაც მივაყოლო ან მე მაგაზე არ მაქვს პრობლემა და მე გავიკეთებ ახლა უყურეთ 15 წელი მომდება ადუღებას მინდოდა დღეს ბებოსთან წასვლა ბიძა ჩემთან, მაგრამ წვიმს და ამ წვიმაში მარიამს ქოლგით, აი შანსი არ არის. თავისი ქოლგა აქვს, მაგრამ ვერ მიაქვს ხალხო ეხლება ხელი. ესე იგი მე ჩემი ქოლგაც ვატაროთ, ან ასე ვატაროთ, ან ხელი მომკვიდრო არსად ბავშვი არსად არ გამექცეს. თან ის უბრალოდ შეუძლებელია. ფიზიკურად ვერ. ვერ ვეტევი მაგამ. უი ამაზე აღარ ყოფილა და მოვაძროთ. ახალი გავაკეთოთ. ერთი რომელი ხართ? სუჯებლაწყაში რო ხარ სული უნდა ამოგყატოთ, გამოდით და გიდახეთ. დღეს დამეტანი იუმორის ხასიათია. არა ბოლო ხუმრობით არ მithქოს ზოგადად. მომენატრები ჩემი არაზროს იქნები. ხალხო ფინიკი რაც ვიყიდე 4 და 50. აი, რა გაგაწარა. ჩემ აქმარმა, თანამოზიანე გამომჩიტაო. ზედვია წერია 4 და 50. მოდი ორი ცალი მივირთოთ მეტი არ გვინდა. გამარჯოს ჩვენი ყავის ბრწყინვალე რიტუალს. ყველაზე მეტად როდის ხართ ხოლმე დასვენებული. აი როგორ იცი რომ მე ჩემაგალიც გეტყვით რომ საძილი გაკეთებული, სახლი მილაგებული და მშვიდად ვარ ის დღე რა. სახლს იმდენად კიდე არ დავეძებ ხოლმე ის საძილი იყოს რომ ბავშვს არ მოშივდეს რაღაც ესე რა, კობა რომ მოვიდეს მზად იყოს კერძი და რაღაც. აი მაშინ ვარ ხოლმე ყველაზე კარგ ამბავში რომ აი ხო რა, უკვე ეს კითხვის რაღაცა მონაკვეთი ძალიან კარგად მაქვს გადანაწილებული. და მით უფრო აი როდის არის ხოლმე იცი რეალურად სახლში რომ ვარ
თუ ადრე ავდექი, იმ შემთხვევაში ყველაფერი უფრო მეტად მაქვს ხოლმე რაღაცნაირად სწრაფად გაკეთებული დილით, აი მოცილებული საქმეო რო იტყვიან და მე უფრო აი ვიდეოებისთვის რჩება ხოლმე ბევრი დრო რა. და დღეს მაგით უფრო იყო კარგი სხვათა შორის რო ავდექი, რომ რაღაცნაირად ძალიან კარგად გადადაწილდა. ჯერ რავი 12-იც კი არ არის საათი და ძალიან ბევრი საქმე მოვასწარი. გაგვიმარჯოს ყავის მოყვარულებს ხალხო ყველას. ისე მარიკო ნამდვილად უნდა წავიყვანო ამ დღეებში, მინდა რომ წავიყვანო მაგდონალდსში ფრის მიირთმევს. კაფეში არ გინდა წავიდეთ, მერე დღეს არა საყვარელო. ესე ხარ რა თქმა უნდა ფრის გარდა არაფერს არ მიირთმევს. მერე გამოვასეირნებ, რაღაცა მინდა რომ რაღაცა განტვირთვა გავიკეთოთ მეც და მარიკომ, ასე რაღაცა დედაშვილი მინდა რომ წავიდეთ. კობა სამწუხაროდ არ ცალია კი მინდა, მაგრამ მაგას თუ ველოდეთ 1-20 წელი მოგვიწევს ლოტინი. რა არის იცით? მინდა რომ ყველანაირ სიტუაციას იყოს რაღაცნაირად მორგებული რა. უნდა გათავისებული ქონდეს რაღაცები, თუნდაც საზოგადოებაში იქცევის წესები, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან უნდა დამეწყო პრინციპშია. როგორ იქცევა საზოგადოებაში, რა არის ნორმა, რა არ უნდა გააკეთოს, აი რაღაცები ყოველთვის მინდა ხოლმე რომ არ ვიცი ხა არ მითხრათ რომ ჯერ ადროს ეგ არის, იმიტომ რომ თავიდანვე იწყება ეგ ამბავი. დაწყებული კი გვაქვს, მაგრამ ამას ხო იცით სულ მუდმივი ისჭირდება. რასაც რეალურად მარიამის იმაში ვხარჯავთ, რა ქვია, ასა დღის სურვილებში, რა ვიცი, მილიონჯერ წავიყვან კვირაში და ვაჭმე ვიფრიზო, რა ვიცი, აძა უნდა წაიყვანო რა. ზოოპარკში რომ ყავდა ხალხო, აღარ არის ფაქტობრივად ცხოველები და ბავშვი დიდად, რა ვიცი, ხა რო გითხრათ, მაინც არ გადაირია. წინა დაბადების დღეზე მყავდა წაყვანილი, მაშინ უფრო პატარა იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ცხოველები აღარ არიან ისე უკვე გადაყვანილი ყავთ და რა ვიცი, აბა ხა მარტოსპიროს ანახავად და თხების ანახავად ხო არ წავიყვან. რაც ყველაზე აი კარგია და მიხარია, აი თქვათ ან კაფეში რო ვართ, ხა რესტორანში ბევრჯერ წამიყვანია, იმიტომ რომ როცა დამტოვებელი არ ყავს, რაღაცნაირად გიწევს, ხო? შენთან ერთად ატარო ბავშვი ხა ის უკურს, თითქმის დედები ვინც ასე ვართ, ყველას დაყავს მეტნაკლებად და აი არ იცის ეს ზღვარგადასული სირბილები და რომ აუ დედები გიждდებიან და მოდიან და დასდევენ, ამ ხრივ ძალიან დასვენებული ვარ და ძალიან მიხარია რომ ეგ ამბავი არ მჭირს მოკლედ დაუმორჩილებლობის. ეგ ამბავი რო არა გვაქვს, ეგ უკვე კარგია, გადარჩენილები ვართ. აი ბუდიში გუდავაწყა. მაცივარში იდო და ეს მაცივარში ვარდა და ეგრევე ღვება. ჩვენ რა მივირთვათ ხო არ იცი. დღეს რა ქვია, ჩემს კერძს ყველასას გავიგე, ჩემსას რა ქვია. გონზე რა მივირთვა. რა ოსი არა ვარ. იდეები არა მაქვს რაღაც. დღეს გამომელია. რატომღაც. ასე არა ვარ. სხვათა შორის გოგოებო, ციცაკის მჟავეს ხშირად მივირთმევ ხოლმე და
ძალიან გამიხიზიანა ნაღველი. მე ეს ღები შევზღუდე. სხვა გზა არ არის. წესით ყავაც უნდა შევზღუდო, მაგრამ მოდი ჯობია წიწაკა შევზღუდო. ვიდრე ყავა. და ეს რა კარგი ყოფილა, ფინიკო შენ გაიხარე. უნდა მოვიმარაგო. გოგოებო რო აწვანით კურკები გამოაძრეთ, ხო კურკით მოვაწვანით მაინც და მაინც. გუშინ კვებას ნაფეხლავი მოვატანინე. სვი ხავე კიდე გრძნობდი რომ ტკიოდა. ალეხოლი აღარ მქონია. კვება გვიან მოვიდა და აფთიაქები დაკეტილი. მაგრამ ხალხო რა დრო იყო აფთიაქები, ხამეც რო ღია იყო. რატო წაგვართვით ეს ბედნიერება? აი ადამიანს ღამე რაღაც როჭირს, რა ვიცი, არა, გვჭირდება ხალხო ღამე აფთიაქები, ძალიან გთხოვთ. რაღაცა მორიგი აფთიაქია. აი, რა ვიცი, ამის გურამიშვილთან იქით. ხო და ახლა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ იყო. ისე მაგარი თახები დაზოგეს აფთიაქებმა ხელფასების კუთხით. ღამე რო აღარ არის აფთიაქი ხა მეც სხვა არ გადაუხდე, მეც საქმე არ აქვს. ისედაც როგორც ვიცი ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს, არ ვიცი ეგრე ამბობენ. რა იყო სიხარულოდე? რას ეძებ დედი? შენთვის შოკოლადი უნდა მოვიტანა. არ მინდა დე. ამე. მოვედით, ჰადიდიკო. ჩვენი ნაფეხლავით. რა ვსვი ახლა გუშინ, რას უნდა გაელო, ნახევარს არ დამილევი. არ ჩამეტია და ვერ ვსვავდი და კარგად კი გაუშვი გაზი გუშინ თხას იყო ახდილი, გაზგასული ბევრად კარგი არა თქმა უნდა, როგორც ვიცით. არა, კიდე აქვს ისინი, რა ქვია, შუშხუნები. მისალმება დაგვავიწყდა და გამარჯობა. რაც უნდა გაზი გაუყვანო, მაინც აქვს გადავირი, ეგეთი არაფერი მინახავს. დედი, არ ჩავარდე რა, მოდი ჩემს საყვარელო, მოდი. მოდი დე, გუშინ დედიკო, შენ რა დახატე დე? წინდები ქონდა ხელებზე ამოცმული? რატო იწმენთ, კაცო მაგით? მათ ჩვენ ერთი წუთი. დე, წინდები ამოიცვით ხელებზე ბაიებმა დედა, მერე რა დახატეთ დე? აი მე დედიკო. დაწევი წინდები. ხო, მერე? დავით თხეთას მალებით. ხო, მერე რა გააკეთეთ? გადავიხედ. გადაიღეთ სურათები? გააფერადეთ დედა კიდევ? დედამიწა და ხელები გააფერადეთ? დედამიწა რა თუნდა გოგო. აბა რა გააფერადეთ? წინდები გვანცა, წინდები არ უნდა? მე კარგად გავაფერადე. მართლა? მოგშონდა ჩემი ნახატი. კიდე, აბა. დედიკო, რატო ხარ გაყინული? უი, ეს რა არ მინდა დედა, ეს რა გაგშვილო აქ? რა? შოფია მარტინა. დედიკო, ერთი მოუყევი, შენ რაღაც ახალი ლექსი რო იცი რა. რა? რაღაცას რო ყვები ხოლმე დედა დედაზე. მე არ აბა გაიხსენოს მარიკომ. დედაო, რაღაცას ყვება ხოლმე თავისთვის. კარგი დე, თუ არ გახსოვს სხვა დროს მოყევი. კიდე მინდა რომ გამოთბება ოღონდ დაწმინდაზე ავიყვანო.
ბევრგან მინდა რა მოკლე წავიყვანო, მაგრამ აი ამ წვიმად ყლაპოში შენი ჭირიმე. არცად ნერვები არა მაქვს. მაქსიმუმ მაგდონალდში გავაქანო და ეგ არის მორჩა. იქაც მინდა. ცხოველების ანახავად, ბეკიკოები, თავის ხელით რომ დააჭამოს ის წავიყვანო. ნახოთ რა. აუ კობაროს რო არცალია ხალხო სიმართლე გითხრათ, აი რაღაცნაირად არ მაქვს ხოლმე ისე რომ აი ერთად რომ მივდივართ რაღაცნაირად უფრო სხვა მუხტი გვაქვს ხოლმე რა და რო არცალია მე ნერვები მეშლება და აი არის ხოლმე მომენტი რომ ურჩევნიათ ხოლმე მაგალითად ცოლებს რომ აი მარტო იარონ ბავშვთან ერთად აი ქვის ნერვები არა მაგრამ იციან ხოლმე რა და მე ბავშვთან ერთად ვიჭები ყობაბაც იაროს ანუ ერთად ერთობით მეტად რა მეტად კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს როცა ბავშვთან ერთად მივდივართ სასეირნოდ. თორე ხა თუ მაგალითად მეგობრები ვიკრიბებით მარტო გოგოები და ის რა თქმა უნდა სულაც არ მინდა ხა იქ იყოს, იმიტომ რომ არავის გვარი თუ არ ახლა ჩიბი რატო უნდა იყოს, აი რა აჩემება. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს ის აქვთ, რომ აი ქმრის გარეშე არ დადიან არსად. შესაძლოა არ უშვებენ და ამბობს რომ მე არა, აი მე ჩემი აი არ ვიცი. მაგრამ არიან ეგეთი ადამიანები, რომ ქმრის გარეშე, რა ვიცი, არსად არ დადიან. გოგოებიც რო იკრიბებიან, არ წავლენ, იმიტომ რომ ნუ აი ქმრის გარეშე არ დადიან. შესაძლოა უშლია, შესაძლოა ნუ აი არ უნდათ, აი არ ვიცი რა, მაგრამ არის კაცო ადგილები, სადაც მე ჩემად მინდა ვიყო, როგორც გვანცა და არ მინდა იქ სხვა ოჯახის წევრი, იმიტომ რომ მხოლოდ გოგოები ვართ და არ თვლი ხა საჭიროა რომ მარტო ჩემი ქმარი იჯდეს და რაღაც ხო ხდებით. მარიამ რა არის? ბარემში კამერაში შევარდი დედა. შევარდები? გინდა? გამოიწიე დედა რა, გამოდი ჩემოსავალო. ხო და ეგ ის არის რა, რომ მე ჩემთვის სამეგობრო სივრცე, ასე რომ ვთქვათ, მჭირდება და მოდი შევთანხმდეთ, რომ ხა ქმარი როცა არის, იქ თუ გინდა მამა იყოს, კაცო ვინც გინდა ის იყოს და როცა ხართ მეგობრები, მხოლოდ გოგონები ვერ დაიწყებ ხა იქ ისე თემებზე საუბარს და ხა ჩვენ ყველა ვიცით რომ სადაც გოგოები არიან იქ სოფლიო იჭორება ხო და ასე რომ ჩემთვის დისკომფორტია ხოლმე მაგ დროს რა საკეთე რატო იჭღანები დედა არა დედა დაგემანჭება სახე ნუ იჭღანები არ შეიძლება დედა სახე დაგემანჭება შურო არ ვიცი, ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ერთად ყოფნა, მათთან საუბრები, რაც უფრო ხშირი მით უკეთესი, სადაც არ მინდა ხოლმე რომ იყოს ვინმე მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა ხა ვისი ქმარი თუ შეყვარებული. თუ მხოლოდ გოგოები ვართ, უნდა ვიყოთ მხოლოდ გოგოები. ასეა, ხო? ცოტა მოვიწყიდე. რატო და? რატო სიყვარულო დე? რატო დე? წადი ითამაშე დედიკო, მიდი. მინდა თამაში. აბა რა გინდა დე? ჩამოვარდები და ნიკაპს ჩამოვარდყავ. ჩამოვარდები. და აი ხა მარტო ქრობიკერ ცოლებიც არიან ეგეთი, რომ ჩემი ქმარი ვერ საწავა ჩემს გარეშე, რო იტყვიან, ვერ ვხვდები, რატო ჯერ ვერ წავა, რას ქვია, მაგრამ ხო კარგი, რატო არ გიდა წავიდეს მაგალითად რა. რაც მე არ მაქვს ეგის არ მაქვს, ანუ რატომ არ უნდა წავიდეს ვერ ვხვდები, იმიტომ რომ მე თუ მინდა რომ მქონდეს ჩემი სივრცეები, სადაც მინდა რომ ვიყო სხვა ადამიანების გარეშე, რატო არ აქვს მაგათად ჩემ ქმარს უფლება რომ მქონდეს კაცო თავისი წასასვლელი ადგილები, სადაც უნდა მარტო წავიდეს და არა ვეხუნხლოთ ყველა ერთად, აი არ ვიცი. იმიტომ რომ ეჭვიანია ამ დროს ხალი თუ უყვარდა ვერძელებს მის გარეშე ხა კარგით რა ალბათ სავარაუდოდ ეჭვიანობის მომენტია ხოლმე რომ აუცილებლად თვითონაც უნდა გაყვნენ მაგრამ აი მაგალითად ხუთი ბიჭი ზის პირობითად გეუბნებით და შეზიღართ აიგულივთ იმიტომ რომ რას ქვია შეგარეშე ქმარი წავიდეს რა წარმოიდგინეთ როგორი ის არის არ ვიცი მე კომფორტის ზონაში ვერ ვიქნები კი არა პირიქით ანუ დამცხებოდა ძალიან მდგომარეობაში ვიქნებოდი იმიტომ რომ ზოგადად შეიძლება ისედაც მოხდა ეგეთი სიტუაციაში კაცო მაგაზე კი არ არის პრობლემა მაგრამ
როცა არავის მიყავს ცოლი, იმიტომ რომ კაცები იკრიბებიან და შენ მაინც მიყვები და შენ ქმარს ომს აღარ უნდა ომი და ხო კარგი წამოდის გეტყვით, ეგეც წასვლა არ უნდა გინდოდეს რა. იმიტომ რომ სადაც ქალია სუფრაზე, იქ ესე თავისუფლად კაცები ვერც არიან და სადაც კაცია, ქალებიც ანალოგიურად ისეთებს ვერ განიხილავენ რაც უნდა. ასევე არიან მამაკაცები, ამიტომ რაღაცნაირად უნდა მივცეთ კაცო ამ კაცებს თავისუფლება არ შეიძლება ესე რომ აი არსად გაუშვა და არსად ანუ რა ვიცი მე მაგათად იმდენად მიყვარს თავისუფლება და ჩემი წილი თავისუფლება იმდენად მომწონს რომ ნამდვილად არ მინდა ასე შეზღუდული ცხოვრება აი დავით გინდა ბიჭებთან წადი რა პრობლემაა მე სხვათა შორის არც იმაზე არ მაქვს პრობლემა რომ არა მხოლოდ სახში შეკრებაზე აი რესტორანში უჩემოთ რატო უნდა წავიდეს თუ მიდია მამაკაცები წავიდეს კაცო ეხლა თუ ცოლები მიყავს სხვაზე შენ არ მიყავ ხარ ეს საერთოდ სხვაგან არის გამბავი მაგრამ თუ მხოლოდ მამაკაცები მიდიან დააცადე რა წავიდეს რა ზეკვეხები ანუ რა ვიცი აქ თხოვმე კიდე მომენტი ეს სტრიპტიზ ბარში რატო უნდა წავიდეს უჩემოთ წავიდეს ვიცი ეხა გეხვეწები რავი წავიდეს რა ძალიან ლამაზი სანახავია ვიღაცა როგორ ბზრიალის ბოძზე აი ფილმებში რომ მინახავდა რომ უყურებ ძალიან ლამაზია აი ძალიან მომწონს აი ხა იმაზე რომ შემოუბზრიალდე ვერც ერთი ტრამატოლოგი ვერ ამაწყობს აი ეგ ვიცი ზუსტად ვერც ერთი აი მაგაზე რომ დავტრიალდე ჩემი თავბრუსხოვის პრობლემები რომ ვიცი ჯერ ხო სტოლბიდან ვერ ჩამომხსნიან და თუ ჩამომხსნეს ვეღარ ამაწყობენ ხო და სულაც არ ვფიქრობ რომ ეხლა იქ თუ წავი და მიღალატებს თუ ვიზრეში ჭირდება ხო ვიზრეში ჭირდება იჯენი მამაკაცი თავისი სამსახურია გზრიალებს შვედიურად და იმაში იღებს ხელფას ჰა ოკეი გადავში მოდიდე ხო და უნდა რომ წავიდეს მამაკაცებთან და დიბზებს წავიდეს ანუ აი არ ვიცი არა მაქვს რამე ის მომენტები არა მაქვს უნდა წავიდეს მინდა წავალ ანუ რა ვიცი და ეხა სტრიპტიზ ბარში წავიდეს მამაკაცი და მიღალატებს თუ ღალატი უნდა სტრიპტიზ ბარი რაში ჭირდება რა ისე ვერ გიღალატებს რაღაცება ვერ გავიგე სულ არ ჭირდება სულ არ გეტყვის რომ მანდ მიდის და სხვაგან გეტყვის რომ მიდის ანუ ეხა ჭოგრიტი თუ დაზდებեք სხვა მავია მაგრამ ისე რა უნდა გაიგო გეხოცებ ადამიანს შევა სამსახურში გეგონოს ქმარი და ამ დროს ვიღაცა რავი შოკასთან დაგულო საკეთიკი სასტუმროს დობერში რა უნდა გაიგო გეხოცები ანუ აი ამეჭვებით თუ იცხოვრე ალბათ დაგენგრევა ფსიქიკა ჩვეულებრივად რომ აი ხა ვაიმე ნეტა იქარი და მე ზიხარ ტელეფონით და რეკა და თუ გიპასუხა მანდრახმებია და რაღაცები აი მე არ შემიძლია რა ვიცი ხო ეჭვიანი არ ვარ ყურადღებიანი ვარ ეჭვიანი ნაკლებად ჩემ ქორზე უკითხო ეჭვიანი ვარ ვეუბნები ხოლმე რომ კოპა შენ არ იცი რა არის ეჭვიანობა შენ არ გინახავს ალბათ ეჭვიანი ქალი თუ დამიჯერე მათ ფონზე ვარ მე ციდან მოვლენილი სასწაული შენთვის მე უთხარ იმიტომ რომ შენ არ იცი რა არის ეჭვიანი ქალი მე რა გავიკეთებ კარგი შენ არ იცი ვეუბნები ხო და ხა თუ ოდნავ რაღაცა არ მომეწონა არც მაგის დამალვას არ ვაპირებ და პირდაპირ ვეუბნები ხოლმე ყოველთვის რომ ეს რაღაცა რა ხდება თუ რაღაცა ელემენტარულზე საუბრობ ახლა კაც თორე ისე რომ ახლა ვდიო და იქ რა ხმა იყო თუ რა ვიცი აბა ბიჭების ხმა გამაგონე მანდა ხარ არა არ შემიძლია რა ანუ მეტი საქმე არ მაქვს ახლა აი ეგრე ვდიო თუ მიღალატებს და გავიგებ ზუსტად იცის კარი მარჯვნიდან იღება თუ მარცხნიდან და ეხლა სხვა დანარჩენი შენ შემოკევლე ხა იმით ვერ დავიწყებ დევნას რომ აბა ეხლა ვიხედო სად მიდის უიმე გადაუხვია თუ რა აი არა რა ვერ არ შემიძლია თუ იმ დონემდე მივალთ რომ მის სარეცელზე სხვა ქალი გაგორდება იგორაოს მერეც კაცო რა პრობლემა ჰა ძალიან ორი გეტკინება და გეტკინება საყვარელი რა პრობლემაა ხალხო იგორაოს რამდენიც უნდა
on მერე ჩემთან ვეღარ მოვა თუ რიგოროზ დაიცუდა სადაც უნდა მე თუ ვერ გავიგე ღალატი ვერ გავიგე ხო მერთმა შეარყოს ხალხო თუ ისე გააგრძელა ჩემთან ცხოვრება რომ მე ეჭვის ვერ შევიტანე მერთმა შეარყოს მაგრამ თუ გავიგე ახლა შეერგება თუ არა ხო ხვდებით თუ გავიგე ხო და ამიტომ დევნად კუთხში და რეკვები დღეში მილიონჯერ და გადამოწმება ამით უფრო მგონია რომ კაცი იხლება არ ვიცი კაცი კი არა ახლა ეგ მე რომ მირეკოს დღეში 7000 ჯერ შევა გადავირიო ანუ არ შემიძლია რატომ მირეკო დღეში 15 ჯერ და 20 ჯერ ეხლა მე მით უმეტეს სულ ისე მაქვს საქმე რომ ერთხელ რომ დარეკავს ხვდება რომ ამას არსალია და რაღაცა პერიოდი აღარ ეკავს იმიტომ რომ მე ისეთი სამსახური მაქვს შეიძლება საერთოდ ხმაც კი ვერ გავიგო და შეიძლება გავიგო მაგრამ ვერ გიპასუხო ფიზიკურად ვერ ავიღებ ტელეფონს არის ეგეთი წუთები მომენტები ვერ ავიღებ ხო და ხა წარმოგიდგენია თქვენ ეჭვიანი ასეთი ეჭვიანი მამაკაცები რო არიან ტელეფონზე ვერ უპასუხო კი არა მოგივარდება იქ და პასუხს მოგთხოვს რატო არ უპასუხე ტელეფონზე რა ვიცი აბა მადლობა ღმერთს რომ მაგკუთხით არ მაქვს ანუ კოპასთან ეგ პრობლემა ეგ იმას არნიშნავს რომ ფეხებზე დაგიკითხოს და არ მოგიკითხოს და არ მოიკითხო მთელი დღე არა რა თქმა უნდა მაგრამ მუდმივი ეხლა 15 წუთში და 1 საათში ყოველ წამს რეკვები ცოტა მომაბეზრებელია ეხლა არ შემიძლია რა მით უმეტეს მთელი დღე ვიდეოების გადაღებაში ვარ მთელი დღე სამსახურში მთელი დღე საცალია ხალხო რომ ხო რა შვები აი არ მცალია რა გაქანებული რაღაცას რომ წერ არ მცალია კაცო საქმე გაქვს კიდე სხვა ამბავია რომ დარეკავს მაგრამ აი ესე გადაგამოწმოს მაგისათვის დარეკა ჩემთვის რა მომუწმე კაც ვის ამოუწმე შენის მოდი აქ ხო და მაგრამ ეჭვიანი ადამიანი როცა არის ხო ხა შენ თავიდანვე ხვდები შეყარებულობაში არის ეს ადამიანი ეჭვიანი თუ არ არის რაღაცის დაინტერესება ანიშნავს იმას რომ აუცილებლად ეჭვიანია რაღაცა შეიძლება არ მოეწონოს რაღაცა ხასიათზე არ იყოს მაგრამ ესე მუდმივ რეჟიმში ეს უკვე ჩემთვის აი როგორც ადამიანისათვის სტრესია ძალიან დიდი რომ მირეკოს დაუღალავად აუ დაუღალავად რომ რეკავს აი ამ თავს გადავიგლეჯ რა ვიცი აბა ჩემთვის მომაბეზრებელია ისთვის როგორა მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ არ არის აუცილებელი სტერიული რეკვა თუ უნდა ღალატი მამაკაცს თუ უნდა სხვა ქალი ის მაინც იშპოვის იმ წუთს რომ გაიქცეს იმ ქალთან რა უნდა მაგის პოვნას გეხვეწებით და რა უნდა მაგის დაგეგმას და რა უნდა ქალის მოტყუებას ისევე როგორც რა უნდა კაცის მოტყუებას გეხვეწები რა შენ თუ გინდა სამსახურში წახვედი გაიარე ერთი საათი დაასრულე გამოიარე შედი ისე იმ სამსახურში მოდი სახში ვით ის საყვარელი რეჟიმები როგორ ახლა გააგრძელე ცხოვრება აი მაგას ვამბობ დევნით ვერ გაიგებ მაგას დევნით რომ აუდიო ერთი როგორ მიღალატეს კუჩი დავდებ თუ რაც მეტი საქმე არა მაქვს ახლა რომ კუჩი ვდიო ვინმეს მეტი საქმე არ მაქვს ასე რომ ჩვენი თავები იმაზე მეტად დავაფასოთ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია რა და ნურავის დევნას ნუ დავუწყებთ იმიტომ რომ ხალხსაც მარტივად შეუძლია ღალატი და კაცსაც თუ უნდა მთას გადადგამს და იმას მაინც გააკეთებს შენ 1000 ჯერ დარეკავ მილიონჯერ დაურეკავ თუ რა ვიცი რამდენჯერაც არ უნდა დაურეკო მისთვის მაინც იქნება ის წუთი როცა ამას გააკეთებს შენ უშუალოდ იმ ქალთან რო იყოს და მოფერების პროცესშიც დარეკო მაშინაც გიპასუხებს და მაშინაც დაიჯერებს რომ სამსახურშია თუ მამაკაც უნდა ეს მაინც მოხდება ასევე თუ ქალს უნდა ეს მაინც მოხდება ყველაში ვარ წერია ღალატისაგან ტკივილისაგან განცდებისაგან წარმატებული დღეს გისურვებთ იქნებ დღეს ლაივიც მოცხოთ ხალხო ისეთები რო ხართ აი სახლებში რო ყველა ოთახში ნიკობსიდა და რომ ბადამდე ხალიჩებს გააფენთ და დედა მადრო ვიდეო შემოვიდეს მეხსაცვით ეგრევე რო თვალებს ამოჭიჭქრით მაგალითად მოვედი და მიყავს ფეხები ხო რა ეგრე რა ვიცი მიყავს ხო ოჯება მიყარდეს მაგ უფლება რომ მიყარდეს ხო რა ფეხსაც მილი აყრუნდა ფეხი აყრუნდა და აყრუნდით
რა სიკვდილად გიდათ გაფრთხილეთ მამიდაშვილებს აყროლებული ადამიანი რომ გიზით ოღონდ ხალიჩაზე არ დაიცვაროს ხალიჩა არ მიჩენია დაიცვარო და კინწვედაში გავაკანო და მეგრე მიჩენდი არ ვიცი შიშით ესე ადამიანი ვერ მოსულა თქვენთან ვსიო კანეჯვისაც ხალიჩა გაქვთ გაფრთხილეთ ხალხი იქნება და არიან ეგეთი ადამიანები რომ ფეხსაცმელებზე ფეხები უფუჭდება და გაფრთხილეთ ხალხო ვითომ არაფერი მაგრამ აბა დაუცქედით რამხელა პრობლემა ხო ესეც მაგ